და რა თქმა უნდა ახლოვდება 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ და ეს არის გადაცემის მთავარი თემა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. Სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმა აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა. შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა. საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით პარტიამ მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო გაიმარჯვა ამ პარტიამ. 1991 წლის 31 მარტი გვახსოვს ყველას უზენაეს საბჭოს საყოველთაო რეფერენდუმი და ერთადერთი შეკითხვა თანახმახართ თუ არა რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მაშინ მონაწილეობა მიიღო საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ 90.3% და აქედანაც უმრავლესობამ 98.9%-მა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და პასუხი იყო დიახ, რა თქმა უნდა, თანახმავართ. 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის საფუძველზე უზენაესმა ესნაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ეს არის ის ემოციური და ისტორიული ვიდეო, რომელსაც არაერთხელ ვუყურებთ და რომელიც გვახსენებს ამ დღეს. ნამდვილად ასე. ნამდვილად ასე და 26 მაისიც არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, თუმცა პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როგორც მარიკამ უკვე ისაუბრა და სრულიად საქართველოს ემზადება ეროვნული დღესასწაულისთვის. თბილისის გარდა ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული და ამ თემაზე სასაუბროდ მინდა მოვიწვიო საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვიცე-პოლკოვნიკები ვახტანგ ბაციკაძე და ლაშა ზაზაძე. მობრძანდით. მობრძანდით, შემოგვიერთდით და ძალიან დიდი მადლობა მობრძანდით სტუმრად, საპატიო სტუმრები ეთერში. ცოტა მე მგონი ღელავდნენ ეთერამდე. ჩვენც ღელავთ, ყოველთვის ღელავთ, მით უმეტეს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თარიღზე ვსაუბრობ. სანამ უშუალოდ ღონისძიებებზე ვკითხავთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. რა არის თითოეული თქვენგანისთვის 26 მაისი? რას ნიშნავს ეს დღე? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. 26 მაისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, ეროვნული დღესასწაული, რომელიც თითოეულ ჩვენთან განსგვეკუთვნის. ჩვენთვის თავდაცვის ძალებისთვის დამოუკიდებლობის დღე პირველ რიგში ასოცირდება იმ დაღუპული გმირებთან, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას და ასევე ეს გვახსენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დგას და ეფუძნება საქართველოს თითოეული მოქალაქის პატრიოტიზმს, ერთიანობას და რა თქმა უნდა თავდაცვის ძალების, როგორც თავისუფლების, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტის სიძლიერესა და სიმტკიცეს. ქალბატონო და სანამ კითხვაზე გადავა, ქალბატონო მიცო და ქალბატონო მარიკა დამითანხმეთ, რომ ბატონ ბაციკაძეს და ბატონ ზაზაზე ძალიან ლამაზი ქართული სამხედრო ფორმები აცვენ. როგორ შეიძლება არ დაგეთანხმო. და ამ ფორმის ტარება კიდევ ცალკე სიამაყეა. და ბატონ ზაზაძესთან თუ შეიძლება რომ იგივე კითხვით გადავიდეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს. 26 მაისი ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ქართველ ერს და ეს დღე მართლა ჩვენია, რომელიც სიამაყით გვავსებს თითოეულ ქართველს და მათ შორის თითოეულ ქართველ ჯარისკაცს. სიამაყეა, რა თქმა უნდა, ისიც, რასაც ტელეეთერის მეშვეობით ვხედავთ ხოლმე პირდაპირ ეთერში, ყველა ის მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება ეს საქართველოს სხვადასხვა წერტილები, ფიცის დადების ცერემონია, ეს ყველაფერი მართლა ძალიან ემოციურია და რაღაც ეროვნულ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამაღლებს. აი, გითხარით, ახლა რა არის დაგეგმილი 26-ისთვის და რას ველოდებით? 26 მაისს ტრადიციულად სამხედრო კომპონენტი იქნება აქტიურად წარმოდგენილი, როგორც თბილისში, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თბილისში თავისუფლების მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები ორკესტრის თანხლებით მოახდენენ ჩამოვლას, განლაგდებიან კოლოფებად. შემდგომ დაიწყება ფიცის დადების ცერემონია, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი და ერთგვარი კულმინაცია სამხედრო კომპონენტის იქნება
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების საფრენი აპარატების გადაფრენა, რომლებიც გამოსახავენ თბილისის ცაზე საქართველოს დროშის ფერებს. ჩემი კოლეგები ალბათ დამეთანხმებიან, რამდენად ემოციური არის ხოლმე პირდაპირ ეთერში ფიცის დადების ცერემონიის თვალისდევნება და თუ არის უკვე ცნობილი ალბათ არის, რამდენი წლევანდელი დადებს წელს ფიცს. კი, წელს როგორც ბატონ ვახტანგმა აღნიშნა, იქნება ფიცის დადება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. აქედან არის 13 და ბატალიონის ზომის რეკრუტთა პირადი შემადგენლობა დადებს ფიცს, რომლებიც შემდგომში განაწილდებიან უკვე თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს. და რომელი ქვედანაყოფები იქნებიან წარმოდგენილი თავისუფლების მოედანზე? თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობების ქვედანაყოფები, თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფებით, რომლებიც ბატონ ვახტანგმა რომ ახსენდა, გააკეთებენ ჩამოვლას და იქნებიან წარმოდგენილი ასევე ის რეკრუტები, რომლებიც საზეიმოდ დადებენ ფიცს. ესე იგი, ქალბატონო მარიკა და ქალბატონო ნუცა თქვენთვის არ იქნება გასაკვირი თუ ამას ვიტყვი და ბატონ ბაციკაძეს და ბატონ ზაზაძესაც ალბათ არ გაუკვირდება, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რომ ერთ-ერთი ასეთი ზეიმის დროს, როდესაც დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ფიცი დადეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და სულ ტანში ჟურნალისტელი გივრის ხოლმე სხვადასხვა ადგილებს რო ხედავ, გრემი, სვეტი ცხოველი, თელავი და ასე შემდეგ. დღეს რა ლოკაციები თუ ვიცით, სად დადებ ფიცს გარდა თბილისისა. თბილისის გარდა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება 12 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით და ეს თქვენ სწორად აღნიშნეთ, იქნება კულტურული ისტორიული ლოკაციები, მათ შორის იქნება მესტიის მუნიციპალიტეტში, კასპის მუნიციპალიტეტში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხარაგაულის და გამორჩეულ კულტურულ ადგილებში. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ემოციების ამოძრელია, როდესაც ჩვენ დიდებულ სვანურ კოშკებს რომ დავინახავთ აშკარაა. ხო და თან როგორ კავშირდება ერთმანეთთან, ხო? ანუ ის ისტორიული სიძლიერე, გიორგი, ჩვენგან არ გესწავლება შენ ეს ამბავი და თანამედროვეობა რაღაცნაირად შეერწყმება ხოლმე. აი ხა აგერ ჩანს ხერთვის ის ციხე, სადაც ერეკლემ FM სასტიკად დაამარცხა ჩვენი მტერი და აგერ ნიკორწმინდა. მოგეთ ყველაფერი ეს ძალიან დიდ ემოციებს იწვევს და დიდი მადლობა საერთოდ ამ იდეის შემქმნელებს, რომელმაც ასეთი ლამაზი რამ მოიფიქრეს. და რაც შეეხება იმ გადაფრენას, რომელიც არის ხოლმე კულმინაციური მომენტი. დღესდილით უკვე გავიგონე თავისუფლების მოედანზე ხმა და მივხვდი სარეპეტიციო სამუშაოები დაწყებულია უკვე, ხო? დიახ. დილით ადრე გავიგონე, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ცოტა შევშფოთდი და მე კალენდარზე გამახსენდა, რომ ახლოვდება 26-ი. ჩვენ უკვე გავმართეთ რამოდენიმე რეპეტიცია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს განიმართა უკვე მესამე რეპეტიცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა საცელი გადაფრენა საფრენი აპარატის მიერ და რა თქმა უნდა, ზუსტდება ის დამატებითი დეტალები, რაც საჭიროა ღონისძიებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის. 26 მაისი ალბათ განსაკუთრებით ყოველთვის უხარიათ ხოლმე ბავშვებს, პატარებს, ხო და განსაკუთრებით ამ პატარებს უხარიათ ხოლმე ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოიფინება ხოლმე. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა ტექნიკაზეა საუბარი კონკრეტულად და სად იქნება გარდა თბილისის? კი ბატონო, საქართველოს 21 ადგილზე იქნება გამოფენილი ტექნიკა და ადგილზე იქნებიან ინსტრუქტორები, რომლებიც გააცნობენ იქ მისულ მოსახლეობას, მის ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს, იქნება გამოფენილი ჭავშან ტექნიკას, არტილერიო დანადგარები, საინჟინრო საშუალებები და ასე შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არის დღეს მიღებული. ეს იქნება როგორც ქართული წარმოების, ასევე უცხოური წარმოების. ფოტოს გადაღება და შეგნით შესვლა შეეძლებათ ალბათ ბავშვებს. კი, როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. სამის ხوار ამზადებ ფოტოს. რატომაც არა? და ჩემი საყვარელი მომენტია პატარა ბიჭები გაფართოებული თვალებით ახლოს რომ მიდიან მაქსიმალურად სამხედროებთან, იმიტომ რომ მე არ მეგულება პატარა ბიჭი, რომელსაც არის სამხედრო ტექნიკა, ფორმა და ეს ყველაფერი არ აღფრთოვანებდეს და აი თქვენი ცოცხლად ნახვა არის ხოლმე მათთვის ძალიან ემოციური. თქვენი ცოცხლად ნახვა ხო ძალიან ემოციურია და მithumedes სტუდიაში, მაგრამ შეიძლება არასწორ კითხვას ვსვამ და თუ არასწორად დავსვიკითხა, შემისწორეთ. ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელია ხოლმე აი ეს ფიცის დადების ცერემონია. აი ცოტა კულუარები მოგვიყევით. ეს ბიჭები ასე მოწესრიგებულები, ასეთი ლამაზები რო არიან. წინასწარ ემზადებიან ამ ცერემონიალისთვის, როგორ ხდება ეს სამზადისი? რეპეტიციებს გადიან თუ როგორ არის? ზოგადად ჩვენი რეკრუტები, ახალწეულები ნამდვილად არ უჩივიან мотиваციის ნაკლებობას და მართლაც ერთი სული აქვთ, რომ დადონ ფიცი, მიიღონ მონაწილეობა ამ
უდიდეს ეროვნულ დღესასწაულში. Რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ ხოლმე რამოდენიმე რეპეტიციას, თუმცა ამ რეპეტიციის მიზანი არ არის მათი мотиваციის ამაღლება, იმიტომ ეს мотиваცია ნამდვილად გააჩინათ. ამ რეპეტიციის მიზანია სხვადასხვა დეტალების შეჯერება და გაერთიანება. ზედმიწევნითი წესრიგი, რომელიც ძალიან მხილავს, რა თქმა უნდა, თავდაცვის ზალები არის ვიტყოდი ყველაზე დისციპლინირებული ორგანიზაცია. ასე რომ არ იყოს რაც უდი იქნებოდა წარმოიდგინეთ. და რა თქმა უნდა, ახალ წეულებიც მიყვებიან იმ წესდებებს, რაც აუცილებელი არის საჭირო დისციპლინისთვის. და მათ ნამდვილად აქვთ ერთი სული, რომ გააგრძელონ თავიანთი სამსახური ეროვნულ სამხედრო სამსახურში. აი ისეთ რამე დაკითხოთ, თავის დროზე ალბათ თქვენს დადეთ, ხო, ფიცი ასეთ ცერემონიაზე. აი, მაინტერესებს ფიცის დადების მომენტიდან, აი, დაიდო ფიცი, დასრულდა ეს აზეიმო ღონისძიება, კადრში უკვე არაფერი აღარ ჩანს და რა ხდება? აი, ამ დროს რა მე როგორ მიდის ხო ამბავი. ეს არის დიდი ემოცია, რომელიც ადამიანში იწევს განცდას, რომ გეუფლება ის განცდა, რომ შენი ქვეყნისა და ერის წინაშე დადეფიცი და უფრო მეტი პასუხისგებლობა გაკისრია და მეტი мотиваციით უნდა იყო განწყობილი, რომ ემსახურო შენ სამშობლოს. ის და ადამიანურ კითხვებსაც დაგისვამთ. მანამდე არა ადამიანს. არა, რაღაცა ძალიან ფორმაში ვარ და დისციპლინირებულად ვიქცევი და მგონია რომ სამხედროებთან ზედმეტ ისეთ ლირიული კითხვები არ უნდა დავსვა. თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ემოცია და დარწმუნებული ვარ ოჯახის წევრებსაც, თუმცა ყველაფერს ამას უყურებენ, ხო? აი მე მახსოვს მაგალითად საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს დებდნენ ფიც და გვიყურებს ჩვენი მტერიც, გვიყურებს ჩვენი მოყვარეც, ხო? როცა ყველაფერს ამას ხედავს და ჩვენ დიდი სიამაყით ვივსებით. აი ესეთი კითხვა მაქვს. აი ამ ფიცის დადების შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები როცა მოდიან, გესაუბრებიან, აი რას გრძნობთ მათგან და როგორია მათი დამოკიდებულება? ჩვენთვის როგორც საზოგადოების ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოსახლეობასთან ინტერაქცია, ძალიან ამაღელვებელი არის როგორც ბავშვების, ასევე სასრულების, მათი მშობლების ჩართულობა, კითხვები ჩვენთან მიმართებით, როგორც სამხედრო ტექნიკასთან, ასევე ზოგადად სამსახურთან, ნამდვილად ამაღელვებელია და ჩემთვის პირადად კიდევ ერთი ხამსგამსმელია იმისი, რომ თავდაცვის ზალები არის ერთ-ერთი ყველაზე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უწყება, არა მარტო ბავშვებში, არამედ დასრულებში. თუ არ ვწდები მარიკა ბუდიში, თუ არ ვწდები თავდაცვის ძალებს, ქართულ ჯარს და საქართველოს ეკლესიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი, ხო, გამოკითხვებით 100-ია. რეიტინგიც აქვს და თან ის მაინტერესებს, თქვენ თვითონ ის პატარა ბიჭები თუ იყავით ბავშვობაში, რომლებიც ოცნებობდით ამაზე და მაშინ იმ პერიოდში თქვენ უყურებდით გაფართოებული თვალებით იმ პერიოდის სამხედრო მოსახლეობას. 26 მაისი იყო ჩემთვის როგორც мотиваცია და ზუსტად ამ გადამადგმევინა ნაბიჯი რომ გავერთიანებული საქართველოს შეერაგებული ძალებში მაშინდელში. ანუ ეს დღე და ეს ცერემონიალი ესე ანუ ჩემთვის იყო ერთ-ერთი დღესასწაული, რომელსაც მართლა ველოდებოდი, რომ მეყურებინა თუნდაც ტელევიზორში, თუ როგორ შეასრულებდა ქართული ჯარი ამ ყველაფერს. და თქვენ მერე გახდეთ ამ ყველაფრის მონაწილე. ჩემი мотиваცია იყო ეს. და მთავარი мотиваცია რომ გამختارიყავთ, გასაგებია რომ 26 მაისი ეს რაღაცა ბავშვური აღტკინება, სრული, მაგრამ რთული. მოდი შევთანხმდეთ, მარტივი არ არის გიორგი მიქურაძის წესრიგიც ახსენა წევანდელებთან მიმართებით, მაგრამ ეს არ არის წესრიგი, თქვათ, ერთი ღონისძიებისთვის და ერთი ცერემონია, ეს არის ცხოვრებისეული წესრიგი. თქვენ ჯდებით რაღაცა რეჟიმში და აი ამ რეჟიმის აღსრულებას ვსანდამებთ მთელი ცხოვრება. ძალიან რთული არის, მაგრამ აი ასეთ დროს, აი როცა ძალიან გაგჭიროებიათ, ვერ დაგიცავთ რეჟიმი, ან რაღაცა რთული პერიოდი გქონიათ, აი რა არის მთავარი мотиваცია? იმ მომენტში რაზე ფიქრობთ? აი ეს იყო პირადი კითხვა. ბატონი ბაციკაძე ჩაფიქრდა. მთავარი мотиваცია და მთავარი გამაძლიერებელი ფაქტორი არის საქართველოს ჩვენი ქვეყნის უპირობო სიყვარული, რა თქმა უნდა, და მე პირადად, როდესაც ვირჩევდი ამ პროფესიას და როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავერთიანებულიყავი, ასე ვთქვათ, გავხდარიყავი თავდაცვის ძალების ამ დიდი ოჯახის წევრი, ეს არ იყო უბრალოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა პროფესიას. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ჩვენი თანამედროვეობის გმირების, იგივე გიორგი ანწუხელიძის, შინდისელი გმირების, მართლაც სისხლით დაწერილი ისტორიით იყო ნაკარნახევი ეს ჩემი გადაწყვეტილება და მე ძალიან ვამაყობ, რომ წარმოვადგე თავდაცვის ძალებს, ვარ თავდაცვის ძალების ოფიცერი და რა თქმა უნდა, სიამაყესთან ერთად ეს არის უდიდესი გრძნობა იმისი, რომ ემსახურო შენ ქვეყანას, როგორც მშვიდობიანობის, ასევე რა თქმა უნდა, ნებისმიერი სირთულის
პირობებში. ბატონო ვიცე-პოლკოვნიკე, ბოლო კითხვა და მეც აღარ გაგაწვალებთ. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გიყურებთ თქვენ და თქვენც ხვდებით ვიღაცების мотиваტორები და ეცდებიან რომ მოგბაძოთ თქვენ ალბათ ყველაზე პატარა ქართველები, რომლებიც ეხლა თქვენ გიყურებთ. მაგრამ მოდით ახალგაზრდებს უთხრათ, რატომ ქართული ჯარი, რატომ უნდა აირჩიონ ქართული ჯარი და რატომ უნდა ემსახურონ ამ მხრივ თავიანთ სამშობლოს. პირველ რიგში ეს არის ერისა და ქვეყნის სიყვარული, რომელმაც უნდა გადაადგმევინოს თითოეულ ქართველს ეს ნაბიჯი და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. როდესაც დროშა არის დაბნეული შენს მარჯვენა ხელზე, ეს არის შენთვის ყველაფერი, რომ იყო იქ, სადაც საჭიროა. და თქვენ ხართ იქ, სადაც საჭიროა. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე ფართო მაყურებელი, რა თქმა უნდა, სატელევიზიო ტრანსლაციას აქვს ხოლმე და 26 მაისი არის დღე, როდესაც ამ ადამიანებისთვის გენერალი ცოტა იცვლება, იმიტომ რომ გენერალი ამ შემთხვევაში არის რეჟისორი, წელს იქნება ბასა ფოცხიშვილი, ხშირად არის ხოლმე ის და ემორჩილება, ასე ვთქვათ, ხალხი იმას, რომ ზუსტად ისე იყოს გადმოცემული ტელევიზიით ის ყველაფერი, რაც დაბადებს სწორ ემოციას და აი ამ განწყობას, რაც შემდეგ საქართველოს მისცემს ახალ თაობას, იგივე აღკინებით და სამშობლოს სიყვარულით. მადლობა ყველაფრისთვის თქვენ. მადლობა ყველაფრისათვის. ძალიან კარგად თქვა მარიკა, მადლობა ყველაფრისათვის. მართლა მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ რომ შვიდად გვძვინავს ჩვენი ქვეყანა, რომ შვიდად ვითარდება ქართულ პოლიციელებთან, ექიმებთან ერთად არის თქვენი დამსახურებაც და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ სამშობლოს ემსახურებით. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. გილოცავთ წინასწარ 26 მაისს.